ნახე, აი, ია. იაკობ გოგებაშვილი. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ იაკობ გოგებაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთაგანი მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როგორც ინტელექტუალური, ისე საგანმანათლებლო, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით. იაკობ გოგებაშვილი სრულიად უნიკალური მოვლენა საქართველოს ისტორიაში და მით უმეტეს ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ეს არის ერთადერთი ქართველი ავტორი, ერთადერთი პოეტი, მწერალი, საზოგადოებრივი, ვინც ცხოვრობდა წიგნებით. პირველ რიგში დედაენის ავტორი. წიგნი, რომელმაც ყველა პატარა ქართველს ასწავლა, რა არის საქართველო და რატო უნდა გიყვარდეს საქართველო. თუ ჩვენთვის ამ წიგნის გადახედვა ახლა არის რიგითი სპექტაკლი, იმ 6 წლის ბავშვისთვის ის ყოველთვის არის პრემიერა, ყოველთვის პირველია. ნამდვილი ბესტსელერის ავტორი. ყველაზე დიდი გენიუსი, ყველაზე მარტივს და ყველაზე გენიალურს მიაგნო. აიაზე საოცარი გამოგონება უბრალოდ არის. იაკობ გოგებაშვილმა იცის სულის და შენი გულის და შენი ფიქრის მთავარ სიმებს, როგორ გამოჰკრას თითი. ის რაც გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, ეს არავის არ გაუკეთებ. ანუ ყველაზე რთული არის ბავშვებისთვის წერა. პირველი საბავშვო მწერალია სინამდვილეში. ამას განსაკუთრებული სითამამე ჭირდება. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში გაიაზრა თეორიულად ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომლის გარეშეც ეროვნული პედაგოგიკური აზროვნება აღარ შეიძლება განიხილებოდეს. იაკობ გოგებაშვილი იყო მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის იდეის ავტორი, ფუძემდებელი და პრაქტიკული განმახორციელებელი. მთელი კორიფეები ქმნიდნენ ამ იდეას ერთად. ეს იდეა უკავშირდებოდა სახალხო განათლებას. განათლების პროცესში თანაბრად ჩართვას, როგორც ცენტრის, ისე პერიფერიების და რეგიონების. ქართველებს ქართული სკოლები გაგვიხსნა მშობლიურ ენაზე, რომ გვესწავლა წერა კითხვა. ვინც ეგირსა დიდებას ან თავისი წიგნებით არსებობას, სიცოცხლეშივე ეს მხოლოდ იაკობ გოგებაშვილი იყო. მეტი ეს ვერავინ ვერ შეძლო. იაკობ გოგებაშვილს მხოლოდ სახელითაც მოიხსენიებენ ქართველები. ასეთი პატივი და აღიარება ძალიან ცოტა ადამიანს ხვდა წილად, როდესაც გვარის დასახელება არც არის საჭირო. დაიბადა ვარიანში 1840 წელს 27 ოქტომბერს მისი მამა გახდა სიმონ გოგებაშვილი, დამსოფლის მღვდელი, ეზოში მდებარე ტაძრის პირველი მოძღვარი. დედა დიასახლისი იყო მაგდან კალმახელი. სიმონს და მაგდანს ჰყავდათ 8 შვილი. ისე რომ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და გაიზარდა იაკობი. ბავშვობა გაატარა ვარიანში, რადგან მაშინ არ იყო სოფლებში სკოლები. სასწავლებლად იაკობი წაუყვანიათ ჯერ გორის სასულიერო სემინარიაში, თუმცა მოგვიანებით სახლში დაუბრუნებიათ, ვერ გაძლო უფრო მშობლებმა ვიდრე იაკობ მშობლების გარეშე. მერე უკვე უფროს ძმას ივანეს გაუპარებია თბილისის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად. როგორც მღვდლის შვილი, რადგან ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი სწავლა, სწავლის დასრულების შემდეგ, როგორც საუკეთესო მოსწავლე, ასე გაგზავნეს უმაღლეს სასწავლებელში კიევის სასულიერო აკადემიაში სახელმწიფო ხარჯით. მესამე კურსზე ტუბერკულოზით დაავადებულა, რაც გახდა მიზეზი სწავლის ნაადრევად შეწყვეტის, რომ იქაური ჰაერი არ მოქმედებდა კარგად. აი ამიტომ ექიმის რჩევით შეწყვიტა სწავლა, დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად მასწავლებლად უმუშავია თბილისის სასულიერო სემინარიაში, გეოგრაფიას და მათემატიკას ასწავლიდა და შემდეგში ფინანსური კუთხითაც განაგებდა სასწავლებლის საქმიანობას, რადგან სწავლა რუსულ ენაზე იყო, ბავშვები ქართველები იყვნენ და უჭირდათო სწავლა, გაუმარტი ქართულად უხსნიდა გაკვეთილებს და მერე უთარგმნიდა რუსულ ენაზე. აი ეს დამოკიდებულება იმ დროინდელ ხელმძღვანელობას არ მოსწონებია, თუმცა აი ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. იაკობ გოგებაშვილს ჰქონდა სამართლიანობის გამძაფრებული შეგრძნება. ბავშვთა ფიზიკური დასჯა რუსეთის იმპერიაში წესი იყო. ამ დასჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. მას სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა სკოლის დირექციის მხრიდან. გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ამ დროს ავადაც ყოფილა და ფიზიკურადაც კი არ იყო სემინარიაში. თავისუფლეს ეგრეთ წოდებული მგლის ბილეთით, რომლის შემდეგაც მას არსად შეეძლო დასაქმებულიყო საჯარო დაწესებულებაში. სახლიდან ბინიდანაც გააგდეს. ქუჩაში დატოვეს ამ ხელაკაცს. მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა და ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რაც მის კარიერასა და
განათლებას ასახავდა დაწვა. ყველანაირი ატესტატი მოწმობა, რაც კი შეიძლება გამოდგომოდა სახელმწიფო სამსახურში. უკვე მე-19 საუკუნე იყო რუსეთის იმპერიას დაპყრობილი ყავი და შენ სახელმწიფო სამსახურში მისულიყავი, აუცილებლად მოგწყვდნენ ფულცას. დავწვით ჩემი გემები, ასე ვთქვამს, აღარასოდეს ვიმუშავებო საჯარო სამსახურში, მაგრამ აი სწორედ ამ ყველაფრის მერე იწყებს იაკობი ზრუნვას იმაზე, რომ საქართველოში იარსებოს ქართულმა სკოლებმა. გაჯიუტდა, ქართველი იყო და იცოდა რომ ცხოვრება არის ომი და ბრძოლა. ეს ბრძოლა მოიგო, მან გადაგვარჩინა ჩვენ. ამას რა თქმა უნდა მარტო ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. უამრავი თანამოაზრე ყავდა, იმდროინდელი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები. ილიას გარეშე მას ვერ წარმოედგინა საქართველოს სრულფასოვანი ვერც ცხოვრება, ვერც აღქმა და ვერც გამოხატვა. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც აკაკი წერეთელი მეგობრობას ახერხებდა სიამოვნებით, ეს იყო იაკობ გოგებაშვილი. დიმიტრი ყიფიანი, რომელიც შემდეგში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გახდა, იაკობი წევრი იყო ამ საზოგადოებისა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მაგიტო შექმნეს ყველაზე ჭკვიანმა ქართველებმა, დიმიტრი ყიფიანმა, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ცხედაძე, ილია ჭავჭავაძე, რომ კერძო სკოლა მაინც ყოფილიყო, სადაც ქართულს ისწავლდნენ. იმიტომ რომ სახელმწიფო სკოლაში ეს აკრძალული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფული, ეს სულ ქართული ფული იყო, ორი ასეთი პროექტი ჰქონდა დიდი ნაციონალური. პირველი ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყველა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ყველა ქართველმა ჩადო ამაში ფული. და მეორე უნივერსიტეტი. მათ დაიწყეს ქართული სკოლების გახსნა, რომელიც იქნებოდა ორკლასიანი. ძირითადად სახლებში იხსნებოდა. ეს დიდი სახლი ჰქონდა. ასეთი იყო მაგალითად პირველი ქართული სკოლა კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო მარიამ ჯავახიშვილი, რომელსაც შეუთავაზე პირველი სკოლა გავხსნათ, აი ვცადოთ როგორ გამოვად. ფაქტია რომ გამოვიდა. პირველი სახელმძღვანელო, რომელიც 1865 წელს შეადგინა, ერქვა ქართული ანბანი, რომლითაც ნებისმიერ დედასაც კი შეეძლო წერა-კითხვა ესწავლებინა შვილისთვის. ეს არის პატარა სახელმძღვანელო, მხოლოდ ანბანის სწავლებას ისახავდა მიზნად. 2 წელიწადში უკვე გამოსცა ამ სახელმძღვანელოსთან მეთოდური მითითება მასწავლებლებისათვის, თუ როგორ უნდა ეხელმძღვანელოთ აი ამ სახელმძღვანელოს სწავლების დროს. მაშინ ჩანს მისი როგორც პედაგოგის აზროვნება. ვინ არის პედაგოგი? შემთხვევით არ არის, რომ დახარებაში იესო ორგზის მოიხსენიება პედაგოგად. ეს ძალიან თვალსაჩინოდ გვაცნობიერებინებს. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროფესიას მთელი კაცობრიობის ცხოვრებისთვის? კონფუცის ერთი ფრაზა მახსენდება. ის, ვინც წარსულის ჭრედისას ხედავს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად. მასწავლებელი რო არ იყოს, დროთა კავშირი არ იარსებებდა. და ყოველ ახალ თაობას მოუწევდა ხელახლა აღმოეჩინა ცნობილი ჭეშმარიტება. იაკობ გოგებაშვილი სწორედ აი ასეთი ხედვის ძალიან ნათელი განმასახიერებელი. როდესაც ბავშვი სწავლობს ანბანს, მას სჭირდება აი ამ ცოდნეს გამტკიცება, თუ არ წაიკითხა ლიტერატურული ნაწარმოები ანბანის შესწავლის მერე, ძალიან მალე შეიძლება დაივიწყოს. ამიტომ იაკობ გოგებაშვილმა გადაწყვიტა, რომ დამატებოდა ლიტერატურული ნაწილი, ფოლკლორის ნიმუშები, ლიტერატურული ნაწარმოებები, ტექსტში შესატანად რომ გამომდგარიყო, წავიდა სოფელში, შეგროვება დაიწყო და აი ამ ანდაზებით და ლექსებით გაჭიკნილი ტომარა ჩამოვიტანეო და შეუდექი ახალი სახელმძღვანელოს შედგენასო. და 1866 წელს გამოვიდა პირველი სახელმძღვანელო სახელწოდებით დედაენა. ეს უნიკალური თარიღია საქართველოს ისტორიაში. და აი დედაენების ისტორია იწყება აი ამ წიგნით, რომელიც ორკლასიან სკოლაში ისწავლებოდა. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დედაენის მხატვრული გაფორმების თემაც. საგანგებო კომისიიდან საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა გერმანული წარმომავლობის კარიკატურისტზე თბილისში მხატვრული სკოლის დამაარსებელზე ოსკარ შმერლინგზე. შმერლინგის ილუსტრაციები საადა ბუნებრივი ქართული ხასიათისთვის შესაბამისი და რაც მთავარია დედაენის კონცეფციასთან მოდიოდა თანხმობაში. 33 ჯერ გამოიცა მის სიცოცხლეში დედაენა. ყოველ წიგნს ეტყობა მუშაობის, ფიქრის, დახვეწის ნაკვალევი. ეს არის კოლოსალური შრომა. დედაენამდე იყო რამდენიმე მცდელობა სახელმძღვანელოს შექმნის, იქმნებოდა კიდეც, თუმცა დედაენის სრულყოფილებისთვის არც ერთ მათგანს არ მიუღწევია. ყველაზე სიცოცხლის უნარიანი, პრაქტიკულად ყველაზე გამოსადეგი აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის დედაენა. იმიტომ რომ დედაენა ეს იყო მეცნიერული პედაგოგიკის საფუძვლებზე დამყნობილი ცნობიერება. მისი პრინციპი იყო მარტივიდან რთულისაკენ, ნაცნობიდან უცნობისაკენ. გარდა ამისა, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა კარგად გააზრებული, შეგნებული, დასამახსოვრებელი და მსუბუქი ყოფილიყო. თავარი გასაღები არის აია. ეს არის ზე გენიალური მიგნება. ორი ასობგე და რამხელა სამყაროა შიგნით. დაიწყო მშობლიური ენის შესწავლის პირველივე დღეს, ანუ პირველივე წუთს და პირველივე წამს ისეთი ჯადოსნური სამყაროში მოხვედა ბავშვისთვის, როგორც არის აია.
აი ია უფრო მეტად აერთიანებს ქართველებს ვიდრე 100 ლექცია ერთად წაკითხული. ეს არის გენიალური მიგნება, ღვთაებრივი სიმეტრიის განსახიერება, რაც ბავშვი თავიდანვე შეაგრძნობინებს, რომ სამყარო არის წესრიგი. ბავშვი ხედავს რაღაცა კანონზომიერებას ამ ორ სიტყვაში, რომელსაც არც ერთ თანხმოვანი არ ურევია და გრძნობს, როდესაც შენ რაღაცას სწავლობ, შენ ხედავ წესრიგს და შენ ერთვები ამ წესრიგში. მეორე, ეს არის სარკის პრინციპი. აი, ხედავს იას, თითქოს სარკეში. თვითშემეცნების პრინციპის განსახიერება. წიგნი იწყება არა სიტყვით, არამედ წინადადებით და წინადადება არის უკვე აზრი. ანუ აზრს შეახვედრებს იაკობ გოგებაშვილი პირველ რიგშივე ბავშვს. შემდეგი მომენტი, ეს უკვე ძალიან რაციონალური ნაბიჯია, რომ ბავშვს საგანიან მოვლენა პრაქტიკულადაც დაანახო. აი ეს არის ის, რასაც ია ჰქვია. შემდეგი არის სახელის დარქმევა. აი, ყვავილი, რომელსაც თავისი სახელი აქვს. როდესაც შენ რაღაცა სახელს არ ქმნეს, იგი უკვე შეიცანი. იაკობი იმასაც ეუბნება, რომ შემეცნების პროცესი შეიძლება იყოს მშვენიერიც. იმიტომ რომ ეს ია მშვენიერებაა, შემეცნების ესთეტიკის დამკვიდრება და ეს უკვე პედაგოგიკური პრინციპია. შემდეგი მომენტი არის აღმოჩენის სიხარული. ევრიკა. აი, ია, აღმოაჩინე სამწინააღმდეგოს ქმნის ორი ხმოვანი, რომელიც მეორდება სარკისებურად. აი ია, ეს არის შესანიშნავი ბგერითი ხატის შექმნაც, ენის მუსიკალურობის აღქმაც. მეცხრე, აქ ხედავთ ქართული დამწერლობის გრაფიკული გამოსახულების სრულქმნილებასაც. აც და იც წრეში ჩახაზული გამოსახულება. წრე არის აბსოლუტური სრულყოფილება. მეათე, ბიბლიური საზრისი არის ასეთი, რომ სამყაროს აქვს დასაწყისიც, როდესაც იქმნება სამყარო. სამყაროს აქვს დასასრულიც. უკარო ბრუნდება ეს სამყარო ღმერთთან. ანუ აი ია სამყაროს განფენაც არის და ღმერთთან მისი დაბრუნებაც წაღმადა უგუღმა ერთნაირად გითხება პალინდრომია. იაკობ გოგებაშვილის დროს თითოეული 100-ოს მოხაზულობაზე ცალკე კომისიები მსჯელობდნენ. სახელმწიფოებს როცა ადგენდნენ, ქართული ანბანის წყობრის მიხედვით ასწავლიდნენ ბავშვებს ანბანს A, B, G, D და ასე შემდეგ. ეს აღსაქმელად ძნელია პატარა ბავშვებისთვის. ქართული ანბანი სამი დონეს მიხედვით იწერება. ახაც თუ დავაკვირდებით, შუა, ზედა, ქვედა ნაწილი და აი ია ეს ის ასოებია, რომლებიც შუა ნაწილში იწერება. აქედან იწყებს, მერე იმ ასოებს ამატებს, რომლებიც შუა ნაწილშია, აი თითი, მერე ზედა და შუა ნაწილშია საათი. მერე შუა და ქვედა ნაწილში ხე უკვე ზებდან შუა, შუიდან ქვედა დონეს იკავებს და ასე შემდეგ. რომ აი ესე მარტივად და ადვილად შეძლებოდა ბავშვს ესწავლა ქართული ანბანი. 1885 წელს გამოსცა ქართული წერის დედანი. აქ არის ხაზები, შუალედები, როგორ უნდა მოხაზოს ბავშვმა სწორი ჩამოხაზვა, მომრგვალებული ასოების დაწერა ძალიან ძვირი ჯდებოდა. იაკობ გოგებაშვილმა ქართული წერის დედანი შეიტანა დედაენის შემდეგ გამოცემებში. იაკობ გოგებაშვილი სიცოცხლეში დედაენა სულ ბოლოს დაიბეჭდა 1912 წელს. მუდმივად ხვეწდა იაკობი ამ წიგნს. და მან დაიბარა, რომ ვაგლახად შეეხებითო ამ წიგნს. ოღონდ თუ კი შესაძლებელი გახდება, რომ ის დაიხვეწოს, განვითარდეს, უკეთესი გახდეს, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეიძლება მისი წარმოდგენა მომდევნო წლებში და ათწლეულებში. ანუ ის ორივე სახით ძვირფასია ჩვენთვის. როგორც რარიტეტი 1912 წლის გამოცემა, სიძვირფასია და როგორც შესაძლებლობა განვითარების. რა დროს შეიქმნა ეს წიგნი? ამ დროს საქართველოში წერა-კითხვის ძალიან ბევრი მცოდნე არ არის. არც მაინც და მაინც მაღალი კულტურა არის წიგნების ბეჭდვის და რა კი ღარით სახელმძღვანელო არ არსებობს. კარგად მოღონიერებული პრობლემა არის საერთო ცნობიერების ჩამოყალიბება. და ეს ხელს უშლიდა საქართველოს განთლიანებას. ძალიან ძლიერი იყო იმპულსი კუთხურობის. იაკობ გოგებაშვილის დედაენის ერთი დიდი დამსახურება არის, რომ მან ხელი შეუწყო საერთო ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებას. როდესაც მე და თქვენ ერთნაირად სწავლობთ სამყაროს აღქმას, მის შემეცნებას, საქართველოს, მის ბუნებას, მის წესჩვეულებებს, ქრისტიანობას, მის გამოვლინებებს ქართულ კულტურაში, ქართულ ყოფაში, ქართულ ხასიათში, საქართველოს ისტორიაში, ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობიერების საერთო ველს ქმნის, რომელშიც ჩვენ ბუნებრივად, ლაღად და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით ვგრძნობთ თავს. ეს არის ქართველობა. ეს არის ჩვენი ბუნება საერთო. ეს რაც ჩვენ ძალიან გვეძვირფასება ერთმანეთშიც და სათავისოდაც. ნახტომისებურად განვითარდა ქართული კულტურა.
იაკობ გოგებაშვილი არ შემოიფარგლება ამ ძალიან დიდი პროექტით, რომელსაც დედაენა ეწოდება. მისი პოლემიკური წერილები, პუბლიცისტური წერილები ძალიან მკაცრი მხილებით არის იმდროინდელი რუსული ამ პოლიტიკის მესვეურების კირილ იანოვსკის და იოან ვოსტორგოვის წინააღმდეგ. იაკობ გოგებაშვილის დედაენის პერიოდში იყო ასეთი აშინელი კაცი კირილ იანოვსკი, რომელსაც ეხებოდა მთელი კავკასიის სკოლების და სასწავლო პროგრამების ზედამხედველობა. და რას ამბობდა იცით იანოვსკი, რომ კი ბატონო დაუშვებთო ჩვენ რუსები, რომ ქართულიც ისწავლოს ქართულმა ბავშვებმა, მაგრამ სწავლის მეთოდიო ქართულისო იყოსო მუნჯურიო. ის ეზიზღებოდა ქართული ენა, კაც რომელსაც ქართული ბავშვები ემარა. ის იყო ხმალამოღებული მებრძოლი, აშკარა მამხილებელი იმ პოლიტიკისა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საეკლესიო მსახურება იკრძალებოდა. სხვათა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებაშიც სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაჟინებული მოთხოვნით შეუტანიათ ქართულ ენაზე წერა-კითხვის აუცილებლობის მუხლი. იაკობ გოგებაშვილმა გაიაზრა, რას ნიშნავს ევროპული საქართველო და რა ამოცანას აყენებს ასეთი საქართველოს გააზრება ქართული სკოლის წინაშე. ეს არის მისი ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება. მისი ყველა წიგნი არის ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც აყალიბებს თანამედროვე გამოწვევებისთვის პასუხის გამცემ ქართველს. გარდა დედაენისა, რამდენიმე სხვა სახელმძღვანელოც შექმნა. მაგალითად, თვითონ ქართული ანბანი რამდენჯერმე გამოიცა. აი ამ ქართული ანბანის ბაზაზე მან შექმნა ახალი სახელმძღვანელო, რომელსაც უწოდა კოკორი. გარდა ამ სახელმძღვანელოებისა, შექმნა სახელმძღვანელო კონა და ბუნების კარი. წიგნი, რომელიც მერე უკვე მესამე-მეოთხე კლასში ისწავლებოდა, რომელიც გახდათ ენციკლოპედიური ხასიათის, მაგრამ მოთხრობებია მასში მხოლოდ. რომელითაც ბავშვები ცხოველებს გაეცნობდნენ, ფრინველებს, მცენარეებს, ბუნების მოვლენებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს გაგვაცნობს და უამრავ ისტორიულ ამბავს გვიამბობს. სხვადასხვა საკითხები ბუნების მცოდნეობასთან დაკავშირებით, რაც მთავარია, თაქვე ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც урთავდა, ვთქვათ, გაზაფხული რა იყო, ის გაზაფხულზე ლექსი იყო. მრავალმხრივ განათლებას იღებდნენ ბავშვები ამ უბრალო პატარ-პატარა მოთხრობების დახმარებით. ნახატები, გაჯერებული სახელმძღვანელოები არის და ბავშვისთვის ბევრად სასიამოვნოა. სითბოს აღმძვრელი სახელწოდებებია, რომ მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის, ჯერ მარტო დედაენა რა დღეს. კოკორი, კონა, ბუნების კარი. იმ დროისთვის რუსული დავალდებულოთ ითვლებოდა. ხელისუფლება რუსული იყო. არაცრიდნენ რომ პირველი ყოფილიყო მშობლიური, აი ეგ იყო პრობლემა. სახელმწიფომ ამ კუთხით დართონება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქართული სკოლები გაეხსნათ, რომ აუცილებლად რუსულიც უნდა ისწავლონო. იაკობ გოგებაშვილი ეგეც თავის თავზე აიღო და მაგისთვის მოიგონა მერე რუსკო ეს ლოგო. რუსული ენის სახელმძღვანელო ქართველი ბავშვებისათვის. იზრუნა, რომ მარტივად ესწავლათ რუსული ენა ქართველებს. იაკობ გოგებაშვილი ასეთ რამეს ამბობდა. ხო ეზიზღებოდა რუსეთის იმპერია, მაგრამ რომ მათი ენა უნდა ვისწავლოთ. ანუ ეგ მაინც დავრჩება რუსებისგან ხო და ქართული ენაო ჩვენთვისო, ქართველების ბავშვისთვისო, სულის ენაო, ისო, სხვა ენებს რასაც ვისწავლეთო, არისო უკვე გონების და მეხსიერების საყოფიო. დიდი ქართველები, ვისაც მოეკითხებოდა გონიერები, ილიაც, აკაკიც, იაკობიც, სხვა ენის სწავლის წინააღმდეგები არ იყვნენ, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ უნდა დაეწყოთ სამყაროს აღქმა და შესწავლა მშობლიური ქართული ენით, ანუ სულის ენით, როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, იმიტომ რომ ჩვენთვის სამყარო იქნება სხვანაირი თუ არ დაიწყებ მშობლიური ენით და თუ დაიწყებ მშობლიური ენით, აუცილებლად გოგებაშვილი. მე მგონია რომ ამაზე გენიალური დასაწყისი უბრალოდ არ არსებობს. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა იავნანამ რა ჰქმნა, ახალი კულტურა რო დაამკვიდრა. ღირებულებათა ჩამოყალიბების საერთო კულტურული ველი რო შექმნა. აი ამ ველს ეკუთვნის ქართული მელოდია, ქართული სიმღერა, თუმცა მარტო განუმეორებელ ქართულ მელოდიამდე, ქართულ პოლიფონიამდე, ქართულ სიმღერამდეც არ დადის ამ მოთხრობის არსება. ის კიდევ უფრო ღრმა შრეს გამოხატავს ყოფიერების, სულს გამოხატავს. ქართულ სიტყვას რო გაიგონებს ადამიანი, მისი სამშობლო იმ ერთ სიტყვაში შეიძლება აღმოაჩინოს, დაინახოს, შეიცნოს და შეიტკბოს. ქართულ მელოდიას რო ვისმენთ, ძალიან მოგწონს. არც კი დავფიქრდებით იმაზე, რატომ მოგწონს. უბრალოდ მოგწონს. ეს მოცემულობაა, თქვენი და ჩემი სხეულის, ფიქრის, არსებობის ნებისმიერი ატომი გრძნობს ამ მელოდიის ბედნიერებას. დედაენას განასახიერებს, შენ სამშობლოს განასახიერებს, იგივე იავნანა. დედა რო ამას გვიმღერის, იმაზე ალალი, იმაზე პატიოსანი, იმაზე მშვენიერი მოსასმენი არაფერი არ არის. დედამიწის სულზე. თავისთავად ცხადი ღირებულებაა. ამბობენ, თვალები სულის სარკეა, მაგრამ სული სხვა რაღაცებითაც შეიცნობა.
მაგალითად სიტყვით. პატარა გოგონა გაიზარდა და გაუცხოვდა და დედასთან არის და დედას ვერ გძნობს. სანამ იმ მელოდიას არ მოისმენს. ის რაც მოხდება, დედაენისგან მასახიერებელი მელოდია იმღერაო, საქართველოსიო, დედასთან დაკავშირებულია და ამიტომ მოიხედა იმან საქართველოსგან. არა, არ გვიკვირს ჩვენ ეს. უბრალოდ გვსიამოვნებს. შენში იმღირებულების ყოფნის სიხარულია ეს. იაკობ გოგებაშვილმა იცის, როგორ ააჟღეროს შენში შენი სამშობლოს მელოდია, ზოგადად ადამიანურობის მელოდია. თავდადებული მღვდელი თევდორე, 9 ძმა ხერხეულიძე, თევზაობა, რომელშიც თავის ბავშვობაზე გვიყვება და ვარიანში გატარებულ წლებზე უტითხები. მეფე ერეკლე და ინგილოქალი, ასპინძის ომი, თავდადებული აზნაური, იოთამზედგინძე, ეს კონკრეტული მოთხრობები ისწავლებოდა სკოლაში და ისწავლებოდა. თუმცა 200-მდე მოთხრობის ავტორია, მაშინ ყველა მოთხრობა ისწავლებოდა. თავიდან თავის საცხოვრებელ სახლში ერთ ოთახში გახსნა 2-კლასიანი სკოლა 1901 წელს, მაგრამ მე უკვე მრავალკლასიანი სასწავლებელი გაუხსნიათ. მიუშენებია საცხოვრებელ სახლზე შენობა, სადაც პატარ-პატარა ოთახები იყო, თავიდან 4-კლასიანი სასწავლებელი იყო, მე 7 კლასი და ეს სკოლა ფუნქციონირებდა 1958 წლამდე. 58 წელში დღეს რაც არის მოქმედი სკოლა, ის სკოლა აშენებულა, იქ გადასულა სკოლა და იაკობის გახსნილ პირველ სკოლაში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი ვარიანში. ასევე ეწეოდა ქველმოქმედებას, ეძებდა ღარიბ მოსწავლეებს, ვინც კარგად სწავლობდა, ძალიან დიდ დახმარებას უწევდა. ფინანსურად, მერე უკვე სწავლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში გზავნიდა სასწავლებლად, უხდიდა სტიპენდიას. ასევე მის სახელს უკავშირდება ბიბლიოთეკების არსებობა. პირველი ბიბლიოთეკები იაკობის წყალობით გაიხსნა და თვითონვე ამარაგებდა წიგნადი ფონდით, ცდილობდა რომ ყოფილიყო ეს ბიბლიოთეკები. საარქივო ფურცლების მიხედვით ეს მოღვაწე არის ძალიან დიდი ქველმოქმედი. აქ არის უამრავი საზოგადო მოღვაწის სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილის მხრიდან გაწეულ დახმარებაზე. შევხვდებით სამადლობელ წერილებს ნო ჟორდანიას, ალექსანდრე ლომთათიძის, კოტე ფოცხვერაშვილის, ნიკო ლომოურის, მიხეილ თამარაშვილის, ანასტასია თუმანიშვილის, თედო რაზიკაშვილის, ბესარიონ გუგუშვილის სტუდენტთა საზოგადოებების, რომლებიც ევროპაში და რუსეთში ცხოვრობდნენ. იაკობ გოგებაშვილს თხოვდნენ შუამავლობას ქართველ მეცენატებთან, წიგნების გაგზავნას, თანხის გაგზავნას, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინვენტარით უზრუნველყოფას. იმდენად გავლენიანი გახდა, რომ მიხვდა რუსეთის ხელისუფლება, რომ იაკობ გოგებაშვილი გახდა მთავარი ვარსკვლავი ქვეყანაში. თვითონ ასე არ ვთვლიდა, სულ რო გაგვიჭირდებოდა, რო ჩაგრავდა. შენ მოგვიტანო უსე ილიას ეხვეწებოდა, რომ შენზე დიდი ვარსკვლავი აქ არავინ არ, შენ უპასუხე, შენ დაწერე. ამწუხაროდ ეს აგიტაცია ეს რუსების მოგონილი იყო, რომ ყველა ქართველი უნდა გალანძღონ, ვინც ოდნავ ღირებულია ქართველებისთვის, ვისაც ოდნავ ავტორიტეტი აქვს და ვინცაც გონება და პასუხი მოითხოვა, რომ არავინ არ ყავდეთ ავტორიტეტი. რა გამიზნული მზაკრობა იყო, რომ ქართველები მიხვდნენ, რომ ავტორიტეტი ჩვენ არ ყავს, განათლებული ჩვენ არ ყავს, გონიერი ჩვენ არ ყავს და ვიყოთ მონობაში, იმიტომ რომ თავისუფლება სჭირდება განვითარებული და გონიერი ხალხი. არ ყოლია თუ. ამიტომ ალანძღინებდნენ სულ ყველას. ილია ჭავჭავაძე ბოლოს მოკლეს. გოგებაშვილსაც სწორებს უცევდნენ, რომ თავარი ცილის წამება დაარქვეს იაკობ მოგებაშვილი, რომ ვითომ იმდენი ფული მოიგო. ყველაზე მდიდარი ქართველი იყო მაგ დროს. ეს ტერმინი ბესტსელერი არ არსებობდა, მაგრამ დედაენა მით უმეტეს და ბუნების კარი თავარი ბესტსელერი, ანუ ყველა ოჯახში ჰქონდა. ვინც თვითონ წიგნებს არ კითხულობდა, ის მაინც ხვდებოდა, რომ შვილისთვის წიგნი ეყიდა. ყველა მიყიდა, იმიტომ გახდა შეძლებული კაცი, სრულიად ღარიბი. სახში აფერ წაუგე მთელ საქართველოს ყველა გაჭიროს, რაც კი ქართველი სტუდენტი იყო, გაჭირო ყველას იაკობ გოგებაშვილი არჩენდა. ვერ წარმოვიდგენთ, რამდენი სიკეთეა გაკეთებული და არაფერი თავის. მას ეკუთვნის ტექსტი ასეთი ბურჯი ეროვნებისა, რომლის ორი გვერდი მან გადასცა საცენზურო კომიტეტს. ნებისმიერი ინტელექტუალური პროდუქტი გადიოდა შესაბამის ცენზურას. ამ ორ გვერდზე სულ მთლიანად 68 სტრიქონი იყო დატანილი. ამ 68-დან 52 სტრიქონი გადაშალა ცენზურამ. 15-20%-იანი პერსპექტივა არსებობდა ქართული საქმის კეთები. რაღაც რომ გაგეკეთებინა, 5-ჯერ მეტი ძალისხმევა უნდა დაგეხარჯა. ესეც საკმარისი იქნებოდა ქართველებისთვის. მარტო დედაენა რო დაეწერა და ალბათ მეტი არაფერი გაეკეთებინა, თუმცა იაკობმა ალბათ მინიმუმ 10 კაცი საქმე გააკეთა 52 წლამდე იცოცხლა. გარდაიცვალა 1912 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზით იღუპებოდნენ და ეს ავადმყოფობის არსებობა დაშიშროებას უქმნიდაო სხვა ადამიანებს, ავდა ქალბატონი, რომელიც ძალიან უყვარდა შეყვარებული დარო მამაცაშვილი, რომელსაც უარი უთხრა ოჯახის შექმნაზე, რადგან მაშინ არა მარტო გადამდები იყო, არ იკურნებოდა და იცოდა, რომ არ გარიკურნებოდა. აი ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მან ოჯახი არ შექმნა, თუმცა არა მარტო იაკობს, მასაც
და როსაც ძალიან უყვარდა იაკობი. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მისი ტუბერკულოზი განკურნებული იყო, ჩაკირვა ხდება ხოლმე თურმე ამავადმყოფობის და გარდაცვლილი იყო ნაწლავის კიბოთი. ანდერძის თანახმად თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაუკრძალავთ. ნიკო ღოღობერიძე ყავდა მეგობარი, იქ მის გვერდით უნდა დაგძალ. ნიკოსა და ჩემ შორის არავინ არ ჩააკვეტონო. ასე ნამდვილი გენიოსისთვის მახასიათებელი ფრაზა აქვს ნათქვამი. დაბადებიდან 100 წლის თავზე იაკობ გოგებაშვილი გადაასვენეს საწმინდაზე. ამოდიბილი ქართველი, აი ყველაზე გონიერი, ღირსეული და შეწირული, აი გაიღო თავისი სიცოცხლე, დაუფასებელი და შეუფასებელი. საოცარი მოვლენა. საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, რომ თბილისში დგას დედაენის ძეგლი, რომელიც გუჯამაშუკელს ეკუთვნის. ეს არის ხალხის სიყვარულის და ხალხისგან აღიარების დიადის სიმბოლო. გადაწყვიტა, რომ ელო ქართული გზით. ამას შეწირა თავი. მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავის ქვეყანას. იაკობის მთელი ცხოვრება არის ღმერთის, მოყვასის და სამშობლოს მსახურება და ამ გზაზე მას ბევრი ვერავინ შეედრება.